აი სადღეგრძელოს რო ამბობდა მაგალითად დაუშვათ თამადა ან მეორე ამას პასუხობდა ეს იცით რა იყო აი ლიტერატურული განათლება შეიძლება მიგეღოთ და არა ის მაპატეთ ქუჩური გამოთქვები რომელიც ხდება დღეს დილიდან კიდე მაშინ არავინ არ სვამდა ეხლა ნახავ დილას რო გახვა შეიძლება ნახო უკვე ნასვამი აი ახალგაზრდა ბიჭები ესენა მაშინ არ იყო შვილო რაცა ურთიერთ გაგება იყო ურთიერთ პატივისცემა იყო მოედინება მდინარე მტკვარი ქართველები იმ თავიდან ამ თავამდე სვავთ კვირაში 3 ჯერ სვავ შეიძლება ყოველდღეს კვირაში ერთხელ ან ორ კვირაში ერთხელ ნუ ძალიან ხშირად არა კვირაში 2 ჯერ პრაზნიკებზე სვავ დღეში ერთხელ დაახლოებით სვავ კვირაში 4 დღეს კვირაში 2 ჯერ 3 ჯერ დღესაც მაგას ვფიქრობდი ახლა რომ დღეს არ უნდა დავლივ არ ვიცი შეიძლება არ დავლივ გაშლიდან დაწყებული დაშლა არ მოშლამდე ამ არამსმელი თამადის ფხიზელი გონება ურჩევნიათ. მე ვერ ვიტყვი რომ მე ბოლომდე ფხიზელი ვარ. და უნდა გითხრათ რატომ. არსებობს გარკვეული აი ესეთი მასასაც და სუფრასაც გააჩნია რაღაც საერთო აურა, რომელიც ათანაბრებს ხოლმე ადამიანების განწყობილებას. მოკლედ ბატონი მიშას დიდ საახლობლოში სუფრის ჩვენი ქალაქის ერთ-ერთ მაცხოვრებელზე მიშა ქურდიანზე გარკვეული წარმოდგენა რომ შეგექმნათ დასაწყისისთვის და ყოველი შემთხვევისთვის მის რეგალიებს ჩამოგითვლით. სიის შესრულების დროს თითო ოროლა კონკურენტით ოფიციალურ წრეებში თვლიან რომ ბატონ მიხეილ სუფრის გაძღოლის საპასუხისმგებლო მისი თუ ჰყავს. ახლა კი შეგიძლიათ გაოცდეთ, რადგან ამ პროფესიონალ თამადას ერთი ჩვევა აქვს. იგი არ სვამს. სმის დაწყება უბრალოდ ვერ მოვასწარ. ჯერ ხელბურთს ვთამაშობდი, სხვადასხვა ძალიან კარგად თბილისის ნაკრებში ვიყავი და სპორტის გამო არ ვსვამდი. მე ამ სპორტის გამო დამეზიანდა ღვიძლი და მე უკვე ღვიძლის გამო არ ვსვამ. ასე რომ ეს პრობლემები იყო. ეხლა მართალია ღვიძლი ჯანმრთელი მაქვს, მაგრამ უკვე ისე შევეჩვი არს მას და თანაც ისეთი რამ აქვს გადატანილი ამ ღვიძლის გამო, რომ არავითარ შემთხვევაში აღარ მინდა თავიდან გავაღიზიანო. პოეტი, კრიტიკოსი, ენათმეცნიერი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. ამ ჟღერად ტიტულებს დაუმატოთ კიდევ ერთი. პროფესიონალი თამადა. ეს უკანასკნელი რა თამადობა ჩვენს სამშობლოში უსერიოზულესი სტატუსია. თუ თამადა არ სვამს და მაინც ურჩევნიათ მისი ხელმძღვანელობით molხენა, თქმა უნდა მის არაოფიციალურ საქმიანობას წარმოადგენს. თუმცა სავსები და რატომ არ აღიზიანებ თანამეინახეებს ის ფაქტი, რომ სუფრას არამსმელი ადამიანი უძღვება, ადვილი მისახვედრია. ყველაფერს პროფესიონალიზმი ჭირდება. ესე იგი ასია საჭირო. ნამდვილ თამადას ღვინის სმაზე მეტად სხვა, უფრო მეტად მნიშვნელოვანი რაღაცეები სჭირდება. ჭირდება იუმორის გრძნობა, ჭირდება რაღაცის ცოდნა, მაგრამ ყველაზე მთავარია ჭირდება სიყვარული და თანაგრძნობა და თანაგანცდა იმ ხალხის, ვინც შენთან ერთად არის სუფრას. მთავარია სიყვარული და გაგება, თორემ სმა ვის არ შეუძლია. საყოფაცხოვრებო ფოლკლორიდან. ძველად საქართველოში ასე ითვლებოდა. კაცი იმდენი ღვინო უნდა დაელია, რომ ქეიფი შემდეგ ცხენზე თავისუფლად გამართულიყო. ასე იზომებოდა მაშინ, ასე ვთქვათ, დრობის კონდიცია. ამ კონდიციას გადაბიჯებული მოკეიფე მორჩილად ტოვებდა ცოცხალ სატრანსპორტო საშუალებას და უკეთეს შემთხვევაში ფეხით ცდილობდა სახლამდე მიღწევას.
დღეს ცხენის, კაცისა და ღვინის გათანამედროვებული ისტორია ალბათ ასე ჟღერს. კაცმა იმდენი ღვინო უნდა დალიოს, რომ იოლად შეელიოს კუთვნილ, ამჯერად უკვე რკინის სატრანსპორტო საშუალებას და საყვარელ საჭეს შესაბამისი კონდიციის დადგომამდე მაინც გამოიმშვიდობოს. თუმცა ყველაზე რთული თურმე სწორედ იმის გარკვევაში მდგომარეობს, თუ ნასოომების რომელ სტადიაში იმყოფები. თანამედროვე სიმთვრალოლოგიის პოპულარულ პრაქტიკას თუ დავეყრდნობით, თრობის პროცესი ძირითადად 3 სტადიისაგან შედგება. პირველი. ამ ღვინოს გრადუსი არა აქვს. მეორე. საერთოდ არ ვარ მთვრალი. მესამე. აქედან ყველანი მივდივართ ჩემთან. ხოლო სადმიდიან კოლექტიურად თუ ცალსალკე ამ უკანასკნელ სტადიაში მყოფი ადამიანები, ეს უკვე თითოეული მათგანის ხასიათის ინდივიდუალურ შტრიხებზეა დამოკიდებული. ძალიან გაიზარდა ალკოჰოლური ფსიქოზების სიცოცხლე. ალკოჰოლური ფსიქოზი, ანუ ეს ფსიქიური აშლილობანი, რომელიც ალკოჰოლის მიღებასთან არიან დაკავშირებული. ეს გამოწვეული არის იმით, რომ ცხადია, ესე იგი ალკოჰოლის მოხმარება გაიზარდა უხარისხო ალკოჰოლის მოხმარება. თურმე ასე უნდა გამოიყურებოდეს ადამიანი, რომ მას ლოთი ეწოდოს. სანამ ამ კონდიციამდე არ მიაღწევს, არც ერთი კარგად მსმელი ქართველი არ გამოუწყდება თავს, რომ ალკოჰოლიკად ოდესმე მაინც შეიძლება ჩამოყალიბდეს. საქართველოში ოდითგანვე პატივს სცემენ სასმელს, ასე რომ ტრადიციისგან განკურნება მით უმეტეს კლინიკური მეთოდებით სასტიკად აკრძალულია. ნარკოლოგებს კი რატომღაც სულ ეშინიათ და ეშინიათ. იზრდება უმუშევრობა, იზრდება ალკოჰოლის მოხმარება. იზრდება ალკოჰოლის მოხმარება, ნიშნავს, რომ იზრდება ალკოჰოლით დაავადებული პირების რაოდენობა. და ბოლოს ერთი მორიდებული შეხსენება მათთვის, ვინც ვერაფრით ვერ ელევა გამაბრუებელ სითხეს, მაგრამ გალავთების პერსპექტივაც მაინც და მაინც არ ხიბლობს. აი ეს ვინც არ ახსოვს, იმისი ალკოჰოლით დაავადების ალბათობა ბევრჯერ უფრო მეტია ვიდრე იმისა, ვინც ღვინოსვამს. იზრდება ალკოჰოლის მოხმარება, ნიშნავს, რომ იზრდება ალკოჰოლით დაავადებული პირების რაოდენობა. და ბოლოს ერთი მორიდებული შეხსენება მათთვის, ვინც ვერაფრით ვერ ელევა გამაბრუებელ სითხეს, მაგრამ გალავთების პერსპექტივაც მაინც და მაინც არ ხიბლობს. აი ეს ვინც არ ახსოვს, იმისი ალკოჰოლით დაავადების ალბათობა ბევრჯერ უფრო მეტია ვიდრე იმისა, ვინც ღვინოსვამს. მსმელი ადამიანის სტატუსს ფლობდა ერნესტ ჰემინგუეიც. პირველი სერიოზული სიყვარულის აგნესა ფონ კუროვსკისთან განშორების შემდეგ მან საკუთარ თავს პირობა დაუდო. მანამდე არ მოეშვებოდა სმას, ვიდრე საბოლოოდ არ დაივიწყებდა განშორების ტკივილს. ეს პერიოდი მას საკმაოდ გაეწელა. სიმართლე რომ ვთქვათ, ჰემინგუეი დალევაზე არც დეპრესიული პერიოდის გავლის შემდეგ ამბობდა უარს. რაც შეეხება სკოტ ფიცჯერალდს, იგი ცნობილი ალკოჰოლიკი იყო, თუმცა თავისი ნებით არ გამხდარა ლოთი. ფიცჯერალდის მეუღლე გამუდმებით ეჭვიანობდა იმაზე, რომ მის ქმარს ცოლზე მეტად კალამი და ფურცელი უყვარდა. იმისთვის, რომ არ ეწერა, მეუღლეს ძალით ატარებდა კაფე-ბარებში, სმასა და შემდეგ გართობას აიძულებდა. ისტორია ძალიან ტრაგიკულად დასრულდა. ფიცჯერალდი გაოლდდა, მისი ცოლი კი საგიჟეთში მოხვდა. ტულუზ-ლოტრეკს გარეგნობის სერიოზული დეფექტი ჰქონდა. იგი კოჭლი, კუზიანი და დაბალი გახლდათ. ბევრი თვლის, რომ მისი გალავთების მიზეზი სწორედ ეს ნაკლოვანებებია. სიცოცხლის ბოლო ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდში ლოტრეკმა ალკოჰოლური მოწამვლა მიიღო. იგი გამოსაჯანსაღებელ სანატორიუმში მოათავსეს, მაგრამ მდგომარეობა მაშინვე უიმედო აღმოჩნდა. ბევრი სმის შედეგად ის დევნის მანიამად შეიპყრო. ალბათ შემოქმედის ცხოვრებაში ალკოჰოლი პატარა, მაგრამ მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ქართველ მხატვარს ნიკალასაც ორთაჭალის ლამაზმანების ხატვამდე სწორედ ჭიქა არაღი უხსნიდა მადას. ალკოჰოლზე ზედმეტად დამოკიდებული ადამიანები კინემატოგრაფსა და შოუ ბიზნესშიც ბევრია.
ცნობილი მოდელი კეით მოსი ხმამაღლა და თამამად აცხადებდა, რომ პოდიუმზე ერთი ბოთლი შამპანიურის დალევის გარეშე ფეხსაც ვერ ადგამდა. ხანგრძლივ და დიდ სიყვარულთან ჯონი დებთან განშორების შემდეგ კი სტატუსიან ალკოჰოლიკად ჩამოყალიბდა. იგი ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ კლინიკაში მკურნალობდა. მერლინ მონროს ბევრი ცხოვრებისეული ტრაგედია ჰქონდა, ამიტომ განტვირთვის და თავის გართობის ყველაზე საიმედო საშუალებებად სმასა და ნარკოტიკებს თვლიდა. ლიზი ტეილორი იმ რაოდენობით და იმ სიხშირით სვამდა, რომ დაახლოებით ცხოვრების ნახევარი სხვადასხვა კლინიკებში აქვს გატარებული. მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს და ეს ყველაფერი ალკოჰოლის წყალობით. 90-იანი წლების სექს სიმბოლოს მიკი რორკის კარიერა კი მას შემდეგ ჩაესვენა, რაც მან გადასაღებ მოედნებზე ვისკის ბოთლით ხელში დაიწყო სიარული. აი ასეთი ვნებები აქვს ცნობილ პიროვნებებს. საინტერესოა რა მოხდება ქართველებს რომ სმა აუკრძალო. რუსებს მოხარშული კარტოფილის ჭამა. ფრანგებს სექსი. ბრაზილიელებს კი ფეხბურთის თამაში. აბა